გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. ფონელებმა ვაკეში ძროხა ჩამოიგდეს. დედა ბიჭო, ავისთანა კაი არაფერი არ გვიქნია ცხოვრებაში. რა კაი ქენით რომ ჩამევიყვანეთ ჩვენი ძროხა ზესტაფონიდან, ძროხა არ ჩამევიყვანეთ, გოგო, ბიზნესი ჩამევიყვანეთ, გოგო, ბიზნესი. იმას ახლა ძემო აქვს ძროხას, მე იქიდან ყველი ამოყვას, იქიდან ადუღი, იქიდან ხაჭო და გაიმართა წელში. ავშენ, ეს თუ არ შევიერთო ეს სახლი, მალე ცოტა ხანში აგინე. კი, უნდა მივიერთოთ, უნდა ვიყიდოთ. არა, გლახა უნდა იყო. დასკდებიან ბოღმით და შურით და იხჩობიან ეს ვაკელები. დედა ბიჭო, რა კაი ხასიათზე და გლახაზე რა უნდა იყო, ფიზიკურად არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა თქვას, ვაკელები დავიჩოქებს ზესტაფონელ ქალს, სასწაულების მემჯერამ, ჩემზე არის მასიმღერა. ზესტაფონელი ლეიდი გაგა ხარ თქო, რო გეუნები ქე წითლდები მაგაზე გოგო, ვეიგე, არა და ხმაგა აქვს უნიკალური. ბიჭო, ხალხი გავდადი საქანა ახლა და ნუ მეღლაბუცებს ლახат. იარონ მერე გოგო. გადი კაცო იქით. ას მიშლია მე. ხასიათზე ხართ, რა კაი ხასიათზე ხართ, ეცოლქმარი ამ დილაუთენი. მეცა შე რატო ხარ გლახაზე რა ვარ? რატო? რა მე მოხდა დედა? თელი სახლი რო ყარს, მაგითო ხო არა? შენებიო. მეცა გაჩერდი ახლა, რომიკო ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაკელების დუხის სუნათ რო აყროლებული ეკორპუსი მაქს უნგულისხმო. ხო, რაღაც გულისხმობ ზუსტად დიო. აბა, სადა ის როხავი ზალაში რო აღარ ამბია იქანა. გიჭკობი. სად არის და მაღაზიაში ჩაუშვი ნამსხრის პრიპასებზე. აი ნაგა. გაგლიცი. ბალკონზე არის ბიჭო, მამაშენ მაგადააბა ჩეროში. დედიკონა, რა მაინტერესებს ის? ეს არ მეუბნება, შენ მაინც მითხარ. რა სიკტილად გვინდოდა ეს ძროხა, რომ ჩამებიყვანეთ ამ ვაკეში ამ ზესტაფონიდან. შენ რომიკო, რაც ხარ მომწონხარ დედიკო. რა შენც რაც ხარ ფრონტს კი ხო არ გახდი, შვილო? რას ლაპარაკობ, დედიკონა? ხო არ გადაგაჯიშეს, იმივად, ყავათრობიებმა. დედიკონა, მე ვინ უნდა გადავაჯიშოს, დედიკონა? იმ ძროხას რაღაცა რა მგონია, იცი? რაღაცა ნამეტანი გლახა ვაიბი მოაქვს ამ შუაგულ ვაკეში. ვაიბი და პირიშე. დავაინე და თავში მე ვაიბი მაგ. იცოდე რომიკო, სალიტერატურო ზესტაფონურში ასეთი უშნო სიტყვები არ გამაგონო, იცოდე? არ დავიქრინჯე ზესტაფონელი ქალი. გადმომდო, თამონა ძალიან არ მომწონს მე ამ ბოშის ლაპარაკი და მეორე ბოში ხო არ დავაორგანიზოთ ახლა. რა იქნება? გადი, სირცხვილია ბოში. რა არის ხოლო სირცხვილია ავტობანზე რო ფსაო და მანქანები რო გადი გამოდიან და მიყურებენ. თუ ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება ხალხო. აგანა თუ კეთარ. აგანა. მე ვიდე. სულ ასეთ მომენტში შემოდიან. რაღაცაა ამ შუაგულ ვაკეში გლდანი საგავსაყარისული რატო დგას? აუ მართლა რაღაც სული დგას თუ მეჩვენება. რაღაცნაირი სული დგას. ახლა. ანუ ამას შეხედეთ. პუფი. თანამედროვე თემი ხახაფეხზე. რა ხოქში თავი გამბია. ეს არის ძროხის საჭმელი ტუკი. შტერი. ხო, ტუკი, თივის ტუკი. ტუკი, ანუ სადაურია ტუკი. ფუთური. ფუთური? ფუთური. ფუთურა მე ახალი სლენგია თუ რა? არა, ფუთი არ გაგიგია, გოგო. სლენგი კი არა, ზესტაფონიდან 8 კილომეტრშია ეს სლენგი. შტერები ხო და არიან. თუ ძალიან გაინტერესებს. ზესტაფონი თუ უფრო გაინტერესებს, აი ახლა აღდომეები მოდის, ჩამოით იქით და კაის დავკლავ, კაის შევწავ, კაის გამოვაცხობ და ვიქეიფოთ, ვიგუგუნოთ. რა მოდისო? აღდომეები მოდის გოგო. აღდომეები? აი გეხვეწებ ხო, ნუ აღდომეები მოდისო, აი გთხოვთ რა ხალხო, აი წელიწადში 3 დღე მაქვს მარტო ბედნიერიო, აი მაგ აღდომეებზე მიდიხართ ყველა და ვაკე და თბილისი ზოგადად თავისუფლდება რა. აი ეგ არის ჩვენთვის ყველაზე მაგარი. ეხლა მას რა უნდა? ანუ 3 დღე ამათან ჩავიდე. აი გთხოვთ წელი. და მიგონა ეცი ახლა შეიძლება ის პატივი და უკეთეს, იკეთე, მედი კიდე. ო, დაანები თავი მამიკო, არ უნდათ ნუ უნდა ჩვილო.
ამას შეხედე გიხვეწები შვილო ძალიან გთხოვ აი მაგ წინდაში რო ეგ ჩატანებული გაქვს ეს ამხელა ფულე სპორტული შარვალი ამოიტანე გთხოვ რა ცოდვა ნახშულო და ინანიეთ კაცობრიობის თუ რა ჯანდაბა ხტები სპეციალურად ხარისხიანი ნასკები უყიდე გავს მეთქი შეიმშვენს რომ მოვატყო და მამის ვინე ქალბატონი ამოკეცილი მქონდა ის არ მოგწონდა იმას ორანგუტანგს გავხარა ცხელს ახლა ის მაგ რა ქვია ჩატანიებული მაგ ეს და რა გინდა ვერ გევიგე რატომ ეჩხუბები რა გინდა გვერდზე გაიხედე ოში აუ შეხედე რა სახეც რო პირველ ყოფილის აქვს გთხოვ აუ მეშინი და ქვის ხანაში არ გაბრუნე გონია რომ მაიმუნი უნდა გადმოხდეს და მამის ვინე ქალბატონი დეიდა მე ის რომიკო აღარ ვარ ვისაც თქვენ იცნობთ დაახლოებით 2 წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ და მე მგონი ძალიან კარგად მოვერგი აქოურობას ხო აქოურობა შენ გენაცვალე მომისი მინედე შეიძლება შენ ზესტაფონი დატოვო შვილო მაგრამ ზესტაფონი შენ არასდროს არ მიგატოვო სულ შენთან ასე უნდა იყოს მე რა სად უნდა იყოს რომიკონა მომისმინე დედიკო აი შედი ახლა სახში და ის შენი ოთახი როგორ გმირიარებული მიდი კარგად მიაბზიალე დედიკო ხო და მე ის შკაფი კიდე შენ და მამაშენმა გადაგდით რა იქნება ვერ ვწიკულობ კაცო მე ხო და ის კიდე რომ რჩებით მე მაგ საქმეებს პატარა წევილუკმოთ წევიჭამოთ კი რაღაცებს წავიქანა და ის ფული რომ მოგცა კიდე მამაშენმა მომამჭინდი არ გაფლანგო იცოდე დედიკო კაი დედიკო დავალვიზარ ყველა არა ეს არ გინდა რაიმე ქალმა 15 ქართული სიტყვა თქვა და 14 ვერ გამიგე გრამატიკის მკვლელება მასუის კერო ძროხის ძუძუ და ფოსფოქსი და რო ბხავის კიდე მინდა როიზა ფისია ბხავის ახლა გადაც კაი ხო დაწყაჭარდი პანიკის გარეშე პანიკის გარეშე ხო აუ ერთი წუთი რა ჰა გომიფეხი ანუ ეს პუფი არ არის ხო როგორ ჩავთანხმდი არა ანუ ძროხა იყვება ამ რაღაცით ხო ხო და ანუ ძროხათა ყავთ აგაშენა ეს კაი გოგო არის არა ყველაზე ჭკვიანი ეს არის და უკვე მესამე კლასის ლოგიკაი ანუ ერთი წამია ხო ანუ შუა ბაკეში ძროხა ყავთ მეიცა გაჩერდი ახლა შენ მოდი აქ დავიდექი აქანა საცხოვრობ შენ სათხარ ბაგებში მე დააკვირდი ხალო თვითონ სიტყვა გეუბნება ანუ ბევრი ბაგერი ბაგა აქანა იყო ძროხები ცხოვრობდნენ და მე დააშენე ზეიდან გარბოსები ანუ მოდიაო მართავს გეუბნება გამოისტერიკის გარეშე აქანა თავიდან იყო ნაკელი და მე დასახთა ვაკელი კაცრავად ანუ ძროხა ის არ არის რაღაც უცნაური ცხოველი როა საყვარელი უცნაური ხარ ხალო შენ მე რატო ძროხა გადასარევი ბუნჩულა ცხოველია რას მაგრო ამყავდეს კაი მოიცა ერთი კითხვა მაქვს ახლა ძროხა ხო ჭამს მწვანე ბალახს ხო ძირითადად კი და ანუ იწველება თეთრ ძეს ხო და ანუ რატო იწველება თეთრ ძეს ანუ ხო მწვანეს რო ჭამს ხო მწვანე უნდა მოიწველო დენახე რა კაი კითხვა დასვა ახლა დენახე კიდე კაი ფუნაზე არის ის რამე თუ რამდენი კითხვები წამოვიდო და ხო ვიზე ფუნაზე გამახსენე რაღაცა სახში ნარგვები არ გააქვთ ნარგვები ნარგვები სცენარეები ხო ეს კაი გოგოა თქო თქვიანია მოდი მე წავიკითხე წიგნები მოკლედ მე მაქვს სახში ავოკადოს და მარაკუიას ხე ნარგვები ფუნა არ გინა მერე მაგისთვის წამეიღებს კარგად ან წუნწუხ თუ აწუნწუხებ იმას ისე რა არის არ ვიცი დედა ფუნა რა ფრაგითხარ ნაკელი ანუ ფუნა ნაკელი რა ფრო უხსნა თავის კაი ახლა დენახე შენ ძირად ღირებულ სუნამოსო რაღაცა ცუდი სუნი შეერევა და აკოთდება ეგ არის ნაკელი რა ფრაგითხრა ახლა რატო უნდა გოგო ამათ მე მგონი რაღაცა ბიოლოგიური იარაღი აქვს და ჩვენი ამოწყვეტა ამოჯუჯუავდა არა თქვენ რა მოწყვეტა მაგაში ფულს ვაზრე ხოლმე ხანდახა მე შოგებით რომ მაგ სახში გო ესენი ჯანმრთელები არ რა ვიცი მე ეცეთი ანუ მე მინდა და არა პირველ დღე ვნახავ თვითონ ძროხა
და თვითონ ძროხა კიდე რა ხერხზე მიდიხარ ზამი ახლა კაი მიდი მაგრამ უკან არ დაუდგე წიხლი იცის მიდი შეყევი გოგო არ გამიგიჯოს ძროხა შეყევი არ დააფეთოს ამანა გააფეთოს თვითონ ძროხა მაგას გეუნები მე აღარ მეიწველება თუ გაჭრა ის რაღაც მინდა მე ხო არ მოვა და თუ რამუ დერა ვაიმე კუდი გამიჩერე შესამკლე კუდი გამოდი დეიხი უკან დეიხი ჰო მოდი ასე თქვა ბიჭო დედო დედო მიგმე ადი გადი ბიჭო გარეთ რა არ დაიცე შე არ დაიცოდე შე კი რა ვერ მეიქცეს თუ ვერთან რა მოხდა ნახე ანუ პირველად რა ცოცხალის დაეკე იცი ვის ძამს გავს უიმედი ხუნას ძამს აქვს გავსა ბიჭო ოღონდ უბრალოდ აი ამის თავზე კონსტრუქცია არ მომეწონა მოდი გავიხედე აქეთ რა კონსტრუქცია რქები ქვია ბიჭო დედა რა გავქნა ხები ქები რატო აქ და ქმარმა უღალა და დაადგარ ქები თავი მერცხა მე თქო და ხილბოსტანში ის მეიტანე საქვია მწვანილები და ისო დეინახა საავარიო კიბებიდან ჩარბიზნელანელა ახლა კიბების და ფეხი დაეშო თავი ჩადი გალო ჩადი დედა რა ბიზნეს ვარ თავ აუხმეთო მალე დაასრულეს სიზმარი რასის ვარ ბიჭო გამოდი მომეხმარი წვალები დაბლა კიბებზე გამოდი სიზმრის მკვლელება მეცალა ზუნცი ვასო ქელეცკი ჩემბეც რა უთხარი ყველაფერი ჩემი გადასახდელი რატო ამ ქვეყანაზე რატო ყველაფერი ჩემი გადასახდელი შენი ბედი ვასო ბებია ჩემი გარდაიცვალა საწყი ჩემი გამზრდელი ბებია და შენ რა გაწუწუნებს გამაგები შენი ბრენდა ყველაფერი გაჭერი ხო ჩაიგდი აქედან ჩემი გასასვენებელია რატო ბიჭო კარები ღია არის და ხალხი ღია თორა ვერ გაიგებენ ახლა რომ მოგებია შენი ხო მაგრამ ყვირილი არ შეიძლება კაცო გადიოდეს ამ სახლიდან ხალხი დაიწყოს უკვე პანაშიზე ყველაფერი ჩემი საყიდელია თევზი ცეცხლი ჭამეთ ნავთი სინდის ბებია შენ არის უსინდისო ადამიანი აი მე რა უსინდისო რა სიცხვილია რა 41-დან 45-მდე ფეხით და გერმანიამდე გოგო კონცლაგერში იყო გადაურჩა გერმანელებს სნაიპერმა ესროლა გადარჩა ეს ჩობეძაღე და აქ მოვუდა სტიპილი მაინც ჩემოთახ კარგი ვასო აი ეს უსინდისო ეს დამპალი ეს ჰა ხალხი მოვაწი ხო ალბათ შენი ბრალი სულ ყველაფერი რო იცოდი ვასო ჩემი ბრალი რა არის იმიტომ რომ შენ გააბაზრე რა გავაბაზრე ბიბიო მიკუდა Facebook-ზე გამოდო Instagram-ზე ყველგან დადო თუ სამეგიცი ხო რა და რა რა ვიღაცა შავი გული დაეხატა იგებია შენისთვის ხო და მოეწერა ვაიმე თამარ ძალიან წუხვარ 120 წლის ბებია რომ გადაგეცვალა და აბა რა უნდა გვექ რა და მოგდებოდათ ჩუმად წამიყვანეთ და დავასაფროებით რა თუნდა კელეყი შემეტენა ეხა მე ამ კელეყი მე რა ვიცი რა 1000 რაღაცა სასაფრაო და კიდე რაღაცა კარგი რა გაჩერი კარგი კიდე მე ხო კარგი რა მამა საერთოდ არ გეცოდება ბებია მე მენატრება უკვე თუ გენატრება შედეგერე და მიუწეხი მიდი ვაიმე ვასო უტირის ტირის განისთვის აღარ ვიტირო თუ იტირებ ისე იტირე რომ ცოტა ცრემლები შეინახო გამოგიჩრებեք თვალები და მე უნდა გიყირო დამატენიანებელი ფული ღირს მინიმუმ 8 ლარი რაზე ფიქრობ ეკონომიურად იტირე შეშობელძაღლო ეკონომიკა ისწავლეთ ეკონომიკა ბებია შენს ეკონომიკა ცოტა და არ მოკვდებოდა ამას აქში ვიზიარებ ხო ვიზიარებ რა ადამიანი აკალი მეთო ადამიანის სული და გული ასეთი მე არაფერი არ ვიცი რა აბა რავშებით აიცა შენ უნდა იყო ყველაფერი ხო ის მოდი აქ ხო შენი იმედი მაქვს მომლე დაფასურდი ხა ყველაფერი მიდექი მოდექი თავი კაცი შენ ხარ ოღონდ წინასწარ შემიტახდი რა წინდო ხო აბა ზედმეტი რამე არაფერი გამაგიჟო ხო კი ბატონო ახლა მიცვალებულს ოდის შაბათამდე გავაჩერებთ ალბათ არა კაცო შაბათამდე ხვალ უკვე ხვალ ვასაფრლებთ ვასო რა ხვალ კაცო გუშინ მოკვდა ხვალ ვასაფრლებთ კი იმიტომ რომ
დუდა მიწყება ხა ლაპარაკს გეხოძებ ძალიან თქო რა. რა ლაპარაკს კაცო, რას რას ამბობს? მაცი ვარი ძალიან ბევრს წერს და მე მაგნეფუს ვერ გადავიხდი. ანუ ვასვენებ ხვალ. ხვალ ვასვენებ. რა მაცი ვარი? რა მაცი ვარი, რა უნდა გამორთო თუ რა უნდა? ხო, უნდა გამორთო. ამდენი ხანი ვერ გავაჭერე მეზაკს ვებიაჟე. მე მეუნებია ძუნწები ხარდო თქვენ შობეძაღლებო თქვენ. ჩემ ბეწ რა უთხარი მე მეძლეო და კაი გოგო ობოლი, მაგრამ არა. ავარჩია დედმამიშვილებით მრავალი. ბებია, ბაბუა ჩემ და ხალხი მოდის იქეთ შევალ მე. ვიზიარებ. რასა ვიზიარებს? მადლობა გენცერგე ხარ. რა დაემართა საწყავს ესე უცებ. რავი რა დაემართა ბიჭო, აი პირველი ორი კვირა ძალიან ცუდად იყო სიმართლე რო თქვა და ბოლო აი მესამე კვირა ხო ჩიტივით იყო. კარგად იყო კაცო, გამოჯამთრებ კარგად იყო. ბოლო დამძიმებული იყო, მამა, ბოლო ერთი. დამძიმებული იყო თავისთვის, რომ ჩემთვის კარგი იყო. ლუკმა არ უჯამია. ლუკმა არ უჯამია და აი ეს. ბოლო პერიოდში საწყალი დაისვენ. აი, მადლობა. დროებით აბა, გეკმაროთ. მოიცა, სად მოყვავილები სად მიგა კაცო. ყოლებს სად მიგა კაცო. შენ ჩემზე უარი ძუნწი ყოფილიყარ. მიბზანდი? ამას მე მივხედავ, მიბზანდი თქვენ. დროებით აბა, გეკმაროთ. დროებით, კარგად. ვასო, რა დღეში ხარ, ვასო, რა ხდება? ვასო, მოდი ერთი წუთით აქ. ბებია ჩემს თავთან პირადობის მოწმობა რატო უდევს? აბა თუ მიხვდები რატო უდევს ბებიაშეს პირადობის მოწმობა? რატო უდევს? გოგო, უყურე, ფოტო რო გავადიდო, მინიმუმ 5 ლარი უნდა. მინიმუმ. იმის ჩარჩო კიდე 1 ლარი, მერე კიდე იქ ფოტოგრაფი კიდე ფულს მოთხოვს, იქ რაღაცა გადიდება, გამოდიდება, ფოტოშოპი რაღაცა ადის ქვეყანა ფულზე. პირადობის მოწმობა უდევს თავთან და მორჩა. საფლავის გვადეც მაგისმაგივრად საფლავი გვარ როგორ გავაკეთოთ დავდოთ პირადობის მოწმობა. აი მე ვასო, ჩემს გამზრდელ ბებიაზე როგორ ლაპარაკობ და როგორ ექცევი, არ გწხვენია? მე მწხვენია კიდე მე მწხვენია. არ წვენე საერთოდ. კარგი, საერთოდ აღარ შემიძლია რა ესეთი რამე არ გამიგია. შეიძლება ესეთ სიტუაციაში წუწუნებდე? ეხა შენ მომხედე. ადექი. მოკიდე ხა იმ ყვავილებს ხელი, იყავი შენ მე მოგიტან. რა შვება რა, სად გვინდა ყვავილები ვასო? ამ ყვავილებს მოკიდე ხელი ჩემოშვილო. წაიღე და გაყიდე. რა გავყიდო? გაჩერდი გოგო. გაყიდე ქელეხის ფული, რაღაცა დასაფლავების ფული, ხომ დამოვაგდოთ. მიდი. ჩადი და გაყიდე. ჩემი კლასელები მოდიან საერთოდ არ არის სირცხვილი, წაი და გაყიდე კაცო, მიდი. მასე ყიდის ყველა, აბა აი არის უნივერსიტეტის ქუჩაზე, მასე არის ყველა. ჩამოდი და ყიდია მე, მიდი. იცი რისი ღირსი ხარ შენ? რისი ღირსი წორბე ვიცი. მიუწვე იმ საწყალბებია ჩემს გვერდით. მერე ვინ გადაიხდის, ხო? ვინ გადაიხდის მერე შენ? ადამიანი რომელმაც შვილები და შვილიშვილები გაუზარდა უბანს. არ ვიცი. ნამდვილად. აბა სად გწალავთ? სადვა საფლავერთ კი არა და არ სადარვა საფლავერთ, კაცო, სასაფლაო მომთხოვი აღარ კიდე პანთეონი და თათრინაზე ავიყვან კიდე. არ გინდა? მას რა უნდა ვქნათ? რას ლაპარაკობ? სანა მოგტებოდე ცხოვრებული მე მითხრა ჩამჩურჩულა ყურში რომ მე რო გარდავიცვლებიო კრემაცია გამიკეთეთო, ბევრი რო არ იწვალოთო, თუ გინდა იქვე დამტოვეთო, ან თუ გინდა აი უნდა გადამაფერფლეთო. ოხ დედა. რას ლაპარაკობ? რაც მითხრა იმ ქალმა იმას გეუბნები. ბოლო 2 წელი იყო ჩავარდნილი, ვერ ლაპარაკობდა იმ რაღაცის მე. ვერ ლაპარაკობდა. რანაირად გითხრა? აზრზე იყო, თვალებით მანიშნა. ოხ რა ქალი დაკარქეთ. ბიჭო. ასეა. სუფრას რანაირს ვაკეთებთ, ხორციანს თუ სამარხო? ხორცი, არც ერთი და არც მეორე, დიეტური. სუფრა იქნება დიეტური. რას ნიშნავს? ციციბურა, ჩაწერე? ციციბურა კი ბატონო. ციციბურა იქნება, ბრინჯი იქნება, მოხარშული და სუხარი. კაი, ჯანდაბა. აი ვასო, დიეტური ქელეხი სად გაგიგია და სუხარი სად გაგიგია ქელეხში, ვასო? არ გამიგია და ჩვენ დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები. ხალხი გოგო იმაზე მიდის, რა ქვია, მარსზე მიდიან და დიდი ამბავი. ცოტა ნერვიულობს და ჩამოყალიბდებით და მე კარგად დავწეროთ. არ ვიცი, სამართალი ხო არსებობს დედამიწაზე, არ ვიცი. არ გწხვენია ბიჭო, არ გწხვენია. ისინი იყვნენ შემოსულები და ჩემი კლასელის დედა. ხო. ის გასვლებაზე პატარა შუახნის ხო ყველა ტირის. ასეთი ადამიანი მე არ ვიცი, არ ყოფილვარ ასეთ სამძიმარზე რა. ვინო რომელი გვინდა, ქვევრის თუ ბოთლის დაბეჭდილი? ვინო მე მგონი საერთოდ არ გვინდა მე თუ მკითხავ. არ გვინდა. მოდი იყოს წყალი. წყალი იყოს, წყალი. აი, კახური წყალი აქ ჩემს მაგაც.
ხო. გამოუშვი, დავა, იყოს წყალი. ბატონო, კახური წყალი. წყალი იყოს, კი ბატონო, იყოს. რამდენი გვინდა? როგორ წყარო წყალი ხო არის? წყარო. კი ბატონო. კახური, კი ბატონო. რამდენი გვინდა? რამდენი გვინდა ასე 100 კაცზე 150 ლიტრი იყოს, კაი, 150 ლიტრი. თევზზე რა ვშვებით? თევზზე ჯერ ამინდები არა, დაცება და მერე წავალ სათევზაოდ. დაცება და წავალ სათევზაოდ. აჩომი შე. შილაფლავზე რა ვშვებით? რაღაცა შილაფლავია, შეკაცო, ხალხი მარცხენა ფრინავს, ვინ ჭამს? შილაფლავს, ვინმე ჭამს საერთოდ კიდე. ამოვიღოთ მენიუ და შილაფლავი, კი ბატონო. მაგრამ ვასო ასე არ გამოვა რა. ბიჭო, რაღაც საცხონებელი მაინც უნდა ვთქვათ, რომ მივაგოთ პატივი, რაღაც ღვინო უნდა დავლიოთ ბოჭველი სუფრაზე რა. მართალია რა, მართალია. აი, რახანარიში, კაი, კი ბატონო, რახანარიში, კაი. ჩავწეროთ. ჩაწერი 100 კაცი, ხო მოდის 100 კაცი. 100, ხო, 5 ლიტრი ღვინო იყო ჯანდაბას. იყოს 5 ლიტრი. ვასო 5 ლიტრი არ გვეყოფა. მოდი დავქრათ იცი, მე ახლა ამაგი აქ ბებიაშენს ჩემზე იმხელა რომ რა ვიცი. ცხონებულ დედ არ ვიცი. ხო და მე მოვიტან ღვინოს მოდი რა. აი რა. არ მინდა ახლა შეგაწუხო კაცო რა. არა, მოვიტან. მაშინ ჩაწერი ერთი 400-500 ლიტრი. 400-500 ჩაწერე, ხო? იყოს არჩენი 600. თავის მომჭრელი. იყოს 400, ახლა მაინც 400 აგერ. თავის მომჭრელი აგერ. გაჩუმი შენ. კი ბატონო, მაშინ მე გავალ ახლა დაქტოვებთ. აი თეთა. არ ვიცი. ო, კატაფალკაზე რა ვშვებით? კატაფალკაზე? ხო. კატაფალკა რა ღირს მაგ კატაფალკაზე? 100 ლარი. 100 ლარი. ამოჯის გადაზიდვა რა ღირს? ვასო! რამდენჯის გადაზიდვა? მოდი, მაგაზე არ ვიკამათოთ. ისე მიყვარდა მე ჩემი ცოლის ბებია რომ ხელით წაიღებს ჩემი დათუნა, არ გვინდა. სასაფრაოდე ივნიან ხელით მიიყვანენ. ასეთი არ ვიცი. მე თო არ უნდა მიდიოდნენ იმ ქვეყანაში. ასეა, ასე. აი მე. მოდი, შედი გოგო. მადლობა. იზიარებ ჩემოსო. ვიდაჭერთ დათუნა. რა გინდა? აი მე ანა, მადლობა. ასე გამოგვეცალა ხელიდან ასე და გერა ამ პერიოდში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ხო იცი და რა გინდა რო ვასო დასაფლავება როდის გადაწყვეტეთ? დასაფლავებას ახლა ვფიქრობთ 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათსთან რომ გაგაგებიებთ რა, დაგირეკავთ მაგდრეებში იქნება ხო? ჩვენ პირდაპირ იქ მოვალთ, ჩვენ რაღაც ძალიან ახლობლები ვიყავით და თითო ჭიქით ხო უნდა გავლიოთ შესანდობარი აუცილებლად. მოვალთ პირდაპირ იქ მოვალთ. ხო, სად გადაწყვეტეთ ქელეხი ჩვენ გადავწყვიტეთ იმაზე, რა ქვია, შხარას ძირში უბრალოდ არაჩვეულებრივი ეხლა გააკეთეს არაჩვეულებრივი, ესე იგი ის არის, რა ქვია, საბანკეტო დარბაზია რამე? გამარჯობა შენი. თბილისში ხო კრძალავთ, ცხონებულს და შხარაზე რა. გვინდოდა, მაგრამ არ გამოდის. ყველა დაკავებულია სულ ყველა. არ ვიცი რა, ასე მთხოვა ეს ატყავეთ. ნუ რა ვიზავთ? მოვალთ, კი ბატონო, მოვალთ. მოხვალთ ის შხარაზე? წამოხვალთ? აუცილებლად ჩვენ ახლა ისეთი ახლობლობა გქონდა რომ აუცილებლად. ხო, მაგრამ იქ შეიძლება თოვლი იყოს. ეხაც თოვლია იქ. თოვლია და იყოს არ არის მინიმუმ ერთ ფეხით მოგიწევთ ძალიან ბევრი სიარული ხომ მოუწევთ ამიკო ფეხით სიარული ძალიან ბევრი მოგიწევთ მინიმუმ 1-50 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ არ არის პრობლემა ვასო -35 გრადუსია შეიძლება მოგეყინოთ თითები ან რაღაცა და არა ახლა 40-იც რო იყოს -40 აუცილებლად მოვალთ იმიტომ რომ ძალიან ახლობები ანუ წამოხვალთ აუცილებლად ვასო აბა გაგმაროთ ღმერთმა მადლობა თქვენ რამდენი ხართ ისე ადამიანი ჩვენ 1-50 კაცი ვიქნებით აუცილებლად წამოვალთ მას თქვენი მშიერი დედა მე სად მოდიხართ ბიჭო შხარაზე მოდიან მისაჭმა შილაფლავის საჭმა ესე ნორმალურები არიან ვასო რა ხდება გამაგებინე რა არის ისეჭუბები მე მეუნები ხო იქ ხალხია კაცო შემა და დამშეულნათ სამი რომ მოვიდე მე მეუნებია მას ჩუმად იყავი და რანაირად ლაპარაკობ საერთოდ ჩემ გამსდელ ბებიაზე პატი მე მაინც არ ძემ პატივს ბებია ჩემს ქელეხს ამადლიშტე უნამუსო ვისეუნები გოგო მე შენ გეუბნები ამავიდა ყელში შენი წუწურაკობა და შენი ძუნწობა შენ გახსირებული კაცი ხარ ვასო საერთოდ მარხალო შემებიაშეს. იყოს აქ იწოს ლენი. რას ნიშნავს? აეგრემინდა. იწოს აქ ყვავილებში. всё, მორჩა. არ დავმარხავ, არ ვიცი. 40-ამდე იყოს აქ. всё, მორჩა. იყოს ლენი ბიჭო. 40-ამდე იყოს, ბიჭო, ბებიაჩემს ნორმალური ხარ ასაში. ხო გიყვარს? იყოს ბატონო. იყოს. 40-ის მერე რა ხდება? 40-ის მერე დაავიწყდება მთელ ნაცნობად და ნელ-ნელა ჩუმად გავატაროთ. გავაპაროთ და მე სამე დავმარხოთ. ვაიმე. აბა რა გავაკეთო, ვერ გავიგე. ვაიმე, დათუნა წნევა გამიზომეთ. Never
ექიმი წამლებს ასარებს. ვეღარ გიპასუხე, პაციენტი მყავდა, ჩემო საყვარელო. ხო, რა ქენი, აბა შეტენე იმათ წამლები? აჰა, აბა რა, ქალო, ნუ დედას ყოველთვის ნახავ, მაგრამ პარიზი სულ სხვა არის, ხო ხვდები? ანუ დედას ნახავ, მაგრამ პარიზში როდის წახვალ ღმერთმა იცის, ამიტომ მიაწექი რა. მიდი მიაწექი. ხო, კარგი ნანოჩკა, დაგირეკავ მერე. მობძანდით გენაცვალე. გამარჯობა, მობძანდით გისმენთ აბა, შეიძლება თქმა უნდა დაბძანდით. გამარჯობა. კი, გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო ადამიანო, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ესე იგი რაშია საქმე ექიმო? სიმართლე ისეთი კი არაფერი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ უნდა მოსულიყავი რა. აი უბრალოდ დაღლილობის შეგრძნება მაქვს. საოფისე სამსახური მაქვს და თავის ტკივილები გაქვს. ცოტა თავის ტკივილებიც მაქვს. ხო, უბრალოდ დაღლილობა და თავის ტკივილი მაქვს. და რამე ვიტამინს ხოვერ. იცით რა, შაკიკი გაქვთ თქვენ? არა კაცო, შაკიკი არა. თავი ხომ გტკივათ? თავი მტკივა. ესე იგი შაკიკი გაქვთ. არა, ექიმო, შაკიკი არა მაქვს, კაცო. პერიოდულად მტკივა ხოლმე, უბრალოდ თავი. ნახე მომისმინე, თუ შაკიკი არ გაქვთ და თან საღი თავით მოხვედით, ჩემამდე მით უარესი მდგომარეობაა. ესე იგი, ბევრად რთულადაა საქმე, ხვდებით? ამიტომ მე უნდა გამოგიწერთ, ანა ვერც გაიგებთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა რეალურად არ ხართ კარგად. შაკიკი ძალიან რთული რაღაცაა, ძალიან რთულ რაღაცას ვებრძვით. ამიტომ მოდით გამოგიწერთ წამას თუ შეიძლება. არა, ერთი თავი უბრალოდ მტკივა ხოლმე, შაკიკი დანამდვილებით ვიცი, რომ არა მოხს. აი, სულ ხოლმე ციტრამონს და გადამივლის. კარგით რა. ხო, ნუ ახლა ლოგიკურია ციტრამონს დალებთ, აბა სხვას რას დალებთ. მე თქვენ გამოგიწერთ ციტრამბონს. ციტრამბონი, ნახეთ? ციტრამბონი. ეს იგივეა, რაც ციტრამონი. ოღონდ ეს არის გერმანული წამალი არის, ქალაქ ბონიში არის დამზადებული და ამიტომ დაერქვა სახელი ციტრაბონი. ანუ ქალაქი ბონი, ციტრაბონი, რომელიც არის იგივე ციტრამონი, ოღონდ გერმანული. რა მიშველის ექიმო? რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, რა თქმა უნდა, აუცილებლად გიშველით. თვითონ რა უნდა გკითხოთ? დიახ, აბა. სუნთქვა როგორი გაქვთ? სუნთქვა მშვენიერი. აბა, თავიდან? ვერ სუნთქავთ. ნახეთ, აბა ესე მიიჭირეთ? აი, იქით საერთოდ ვერ სუნთქავთ. არა, როგორ გიგადებ? სუნთქავ. აბა, აქეთ? არა, ნახე, იქით ოდნავ შეგდით, აქეთ საერთოდ ჰაერი არ შეგდით. კარგით, არა უშავს. მოდი, მე გამოგიწერთ ახლა ცხვირის გამხსნელს. სუნთქავ, ეხლა. არა, გეჩვენებათ, მესმის, ხშირ შემთხვევაში პაციენტები გვეუბნებიან, რომ სუნთქავთ, მაგრამ ამ დროს ვერ სუნთქავენ, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ. მოკლედ, ეს არის ცხვირის გამხსნელი და მეორე წამალი არის ცხვირის მკვებავი. მიხვალთ მოკლედ მკვებავი აუცილებლად, იმიტომ რომ ის უნდა გამოიკვებოს, მედიცინურ ენაზე ამას გამოიკვებოს, რომ ეს გახსნა საერთინახით და შევიდეს მთლიანად ჰაერი აქედან ორივე გზიდან. კარგით, მოკლედ, მიხვალთ ჩემო კარგო, თამარ მეფის ქუჩაზე არის ეს აფთიაქი, ჩემი საყვარელი აფთიაქი. ეს ცხვირის მკვებავის და ცხვირის გამხსნელით ამ აფთიაქში იქნება ოღონდ აუცილებლად ჩემი სახელით უნდა მიხვიდოთ ჩემო კარგო, თორე ისე წამლის მიღებას არანაირი აზრი არ ექნება. აუ, თამარ მეფის ქუჩაზე რა გავა ბიჭო. უკაცრავად? არა, თამარ მეფის ქუჩაზე რა გავა ეხლა. ანუ თამარ მეფის ქუჩაზე რატო? ანუ სიარულის პრობლემა გაქვს თუ რა ხდება? არა, კაცო, სიარულის პრობლემა, უბრალოდ დამეზარა ექიმო. ხო, ანუ რახან დაგვეზარა, ესე იგი უკვე ფეხია ჩათრეული, ხო? ანუ სიარულის პრობლემა გაქვს, გასაგებია. შუაშეგი, არაფერი, კაცო, უბრალოდ საცობები რო არის, დამეზარა ეგ. ნახეთ, მოდი მედიცინურად შევხედოთ. კი, დაგეზარათ, აქ უკვე სახსრები არის ჩართული. ანუ სახსრების პრობლემაა, მაგრამ ეგ არ არის ჩემო საყვარელო. დღესდღეობით სახსრების პრობლემას მედიცინა ძალიან კარგად კურნავს. მე გამოგიწევთ ძვლების გასამაგრებელ წამას და ესე იგი პირველი წამარი იქნება სახსრების მკვებავი და კუნთების აღდგენი და მესამე წამალი იქნება კუჭის დამცავი, რომელიც ამას რო დალებთ, ის დაიცავს აუცილებლად. ანუ სამ წამას გიწერთ თვითონ ფეხის სახსრების და ფეხის კუნთების. ამას ჩვეულებრივ აფთიაქებში ვერ ნახავთ, უნდა წახვიდეთ ნავთლუღში და ამ ნავთლუღში რომ მიხვალთ, იქ არის აფთიაქი, ექიმებთან შეკრული აფთიაქი. ესე აწერია დიდად, ექიმებთან შეკრული აფთიაქი, ოღონდ იმქ მოგცემენ ზუსტად ამ წამას. მაგრამ ნახეთ, იქაც ჩემი სახელით უნდა მიხვიდეთ, თორე აზრი არ აქვს მკურნალობას. კი ბატონო, თუ მიშველი დაღრილობას თუ მომიხსნის, კი ბატონო მე. აუცილებლად. ამას ახლა მე გამოვწერთ და მიმღებში გოგონა მოგცემთ. მობძანდით გენაცვალე, მობძანდით. შეიძლება? ой, ჩემი გოგო, მოდი როგორ ხარ? კარგად მოდობა, თავად? გიცანი. ჩვენი პაციენტი, მოდი.
არა, პირველად ვარ თქვენთან. პირველად ხარ ჩვენთან. კარგი შემოკარგვაბა. ისმეთ მოკლედ, ისეთი არაფერი არ მჭირს, მაგრამ მაინც იწყებს ყველა. დიახ, მაინც მოვედი, რომ რაღაც გადავემოწმო, იმიტომ რომ დაღლილობა მაწუხებს სულ, აი სულ დაღლილი ვარ. დიახ. აი, შეხოთა შორის მეც დაღლილობა. კარგი, კარგი ამბავი. მთლიანად იღლები? დიახ, რომ ვიღვიძებ უკვე რაღაცა. უკვე დაღლილი ხართ, კარგი გასაგებია. მოდი მე ახლა გაგიშვებთ კატეზე. გადავიღოთ თავის კატე. არა, გადავიღე უკვე კატე. ჩვენთან გადაიღე. არა, მესხვის გადაღებულ კატეს ვერ ვენდობ ჩემ. არა, გადავიღე თქვენთან. რამდენი ხნის წინ? 1 კვირის წინ. უი, რას ლაპარაკობ? ახლა 1 კვირის კატე არ არის ჩემთვის ეს მოცემულობა, რომ მე ისევ ხელახალი დიაგნოზი დავსვა სწორად. მოდი ისევ თავიდან გადავიღოთ, ჩემო კარგო. იმიტომ რომ მაინტერესებს რა მდგომარეობაა. ახლა მე შენ გაგიშვებ და ამომიტანეთ მე ეს კატე. კარგით? კარგით, მაშინ გადავიღებ ისევ და. კარგით გაგიშვებ. ბოდიში 1 წუთით. მიბრძანდით, კი ბატონო, ხვევით მეორე სართულზე ხელმარჯვნივ დაგხვდებიან. ალიო, ნათია, გოგონა გამოვუშვი ახლა კატეზე. გესმის? ხო, წინა კვირას ქონია გადაღებული, მაგრამ არქივში მოძებნე წინა კვირის კატე. იგივე გადმომიგზავნე, ფული გადაახტევინე ის 2000 ლარი, რაც იქნება. არ გადაუღო, ვითომ უღებ. კარგი. კარგი, всё. ხო. ბოდიში გენაცვალე 1 წუთით პაციენტები. ხო, ექიმო, იცით რაშია საქმე? ეხლა რო უკვირდები თქვენს კი მეჭდავთ მაგას, მაგრამ წეღან იმდენი წამალი ჩამომიწერეთ 1-2000 ლარის მინიმუმ იქნება. ხო და რავი ახლა მაგდენით წამალი რო ვიყიდო, ჩემი ხელფასი ფსიქიკურად შევირყევი ნამდვილად. კარგი, მოდი მაშინ ფსიქიკურად რომ მას შევირყებთ, მე დაგინიშნათ ამშვიდებს ფსიქიკას ძალიან, დამამშვიდებელია მთელ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, იმდენად ამშვიდებს, რომ აი ამ 2000 ლარს ძალიან მშვიდად გადაიხდით ჩემო კარგო. ანუ დღეში 3 ჯერ დამამშვიდებელი. ესეც მკვებავია, თანო ტვინს კვებავს და რა ვიცი, რომ ქვიანად იკვებებით, მოკლედ ძალიან კარგია. ტვინის კვებავ ვიცი კაცო, მცხრის კვებავ სხვა არის? რა არის იცით ნახეთ. ტვინის სხვა აქვს კაკლის ფორმა. აი თუ მკვებავები არ შევუშვით, იქ უკვე ჩამოჭკნება. ამიტომ ტვინს ცალკე ჭირდება კვება, ხერხემას ცალკე, ტერფს ცალკე, თვალს ცალკე, ცხვირს, რომლითაც ვერ სუნთქავთ ცალკე. ამას ყველა არ გეტყვით. ტერფის კვებავი არ მინდა რა. კარგით, მოკლედ. ესე იგი, მე თქვენ გიწერთ ერთ ძალიან კარგ წამალს. ეს არის ტვინის მკვებავი, ოღონდ ამას წყალი არ უნდა. რას ლაპარაკობთ? ხო. ტვინის მკვებავი კი გავიგებარ, წამალი ხო არის და წამალი როგორ დავლიო? ანუ ვერ დალებთ ისე წყლის გარეშე? რა, წყლის გარეშე წამალი როგორ დავლიო? დაკრავქნათ. მაშინ მოდი ესეთი რაღაც ვქნათ, მე დაგინიშნავთ მეორე კვებავს, რომელსაც დააყოლებ პირველ მკვებავს და ჩაიტანს. ანუ იმას ხომ უწყლოდ ვერ სვავთ, მაგრამ ამ მეორე წამას დაგინიშნავთ, რომ ის პირველი ჩაიტანოს. ხომ მეორეს არ უნდა წყალი? კაი, პირველი დაუშვათ ჩაიტანა იმ მეორე მკვებავმა. და ეს მეორე მკვებავი ხო დარჩა ჰაერში. კარგი, მეორეზე რა ვქნათ, იცი? ანუ მეორეზე რა ვქნათ, როგორ იმ მეორე კვებავს ვერ დალებთ უწყლოდ. რანაირად ახლა? მაშინ მესამე მკვებავს დაგინიშნავთ, ოღონდ ეს იქნება თხევადი, სითხე იქნება თვითონ სიროფი, ატმის სიროფი. ეს მეორე გამოკვებავს პირველს, მესამე გამოკვებავს მეორეს და პირველი მთლიანად გამოკვებავთ მთლიან ორგანიზმს. ანუ ჯაჭვისებურია ხო ხვდებით. პირველი, მეორე, მესამე იკვებება. ხუდი ეს კვებავს რა მე ეს კვებავს, ოღონდ მაგას დრო ჭირდება ცოტა ხანი. ამიტომ მოდი ეს სამი მკვებავი მივაშველოთ ერთმანეთს. კარგით, თუ მიშველეს დაღლილობას, თუ მიშველეს კი ბატონო. მოდი სად გავჩერდით რა, იმიტომ ძალიან ბევრი მკვებავია და კუჭის მკვებავი თუ დაგინიშნეთ. კუჭის მკვებავი მითხართ, დამცავიც მითხარით და დამცავის მკვებავი. აი, კიდე ფილტვების მკვებავი? ფილტვების მკვებავი არ გითხოვთ, მაგრამ რავი, რა თქმა უნდა. თირკმელში კენჭი ხო არა გაქვთ? თირკმელში კენჭი მაქვს კი. ჩემო ბატონო, მერე კენჭს არ უნდა კვება? კენჭს რა თქმა უნდა კვება, ხალბატონო. უნდა ჩემო კარგო, ოღონდ სწორი კვება. პირველად გავიგი ამდენი მკვებავი. კი ბატონო, თქვენ ექიმი ხართ, ალბათ უფრო კარგად იცით, ხო? კი ბატონო, იყოს კენჭის მკვებავიც. კი ბატონო. შეიძლება? დიახ, მობრძანდით. ხალბატონო, გახსოვართ მე? ნოდარი? კი, თითი რო გავიჭერი. კი. თქვენ გამაგზავნეთ ნავთლუღში ბაზრობის უკან არისო საოჯახო აფთიაქი, სადაც იყიდება ტიბეტელი ბერების მიერ დამზადებული სამკურნალო მალამო, რომელიც ღირს 2553 ლარი. და მე ვნახე დაახლოებით ჩემ უბანთან ახლოს 53 ლარად. რას ლაპარაკობთ, კაცო? დიახ. ზუსტად ეგ არის? კი ბატონო, ვიყიდე.
მოიცადე, ხმალი მოყვა? რა ხმალია რა? ჩემო კარგო, ანუ ხმალი თუ არ მოყვა ის ტიბეტელი ბერი ხმალს აყოლებს იმას და მაგით მტკიცდება რომ ის წამალი არის ორიგინალი და ხმალი თუ არ მოყვა და ასე შემდეგ ჩემო კარგო ესე იგი პატენტი გიყიდია ხო? სანამ მუცველზე გადავალთ მე თქვენ მისამართს დაგიწერთ. მიდით ჩემი სახელით. ამ აფთიაქში თამარ მეფეზე. ჩემი სახელით თუ არ მიხვალთ აზრი არ აქვს მკურნალობას და მკვლევებსაც დაგინიშნებთ კიდე. მეც ხوار თუ უკვე გამზადდა ჩემი რეცეპტი, დაგემშვიდობებით მაშინ, რა ვიცი. კი ბატონო, ბოდიში რა ერთი წუთით რა. ნათია! სანდრო, ყავა მინდა რა და უთხარი ნათიას რომ გამიმზადოს. ხო, ესე იგი 200 ტვინის მკლებავი გამოგიწერეთ და აი ეს არის ძალიან კარგი ტვინის მკლებავი, ესეც გინდა ცივი, როგორც გესიამოვნებათ. გინდა ცივი, გინდა ცხელწყალში. გახსენით ძალიან კარგი კოფეინი შეიცავს, ტვინის მკლებავია, მთლიანად გამოკვებილი ხართ. უი, ძალიან კარგი. ეს უფასოდ ხო ალბათ? რა თქმა უნდა, კი ბატონო, ეგ ჩვენ გასაგებია. მაშინ თუ რეცეპტი უკვე ჩემი გამზადდა, დაგემშვიდობებით, ხო? კი ბატონო, და ეს ამდენი წამლები სადუნად ჩადოთ, გაქვთ რამე ცელოფანი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია. ცელოფანი მაქვს, კი, ქორთოქში მაქვს გარეთ. ერთჯერადი რაღაცის? ჩვეულებრივი ერთჯერადი ცელოფანი. არა, ნახეთ, ეს არის ნატურალური წამლები, ეს არის ტვინის მკლებავები, ეს არის ხერხემლის მკლებავი, ეს არის ძალიან ძვირად ღირებული წამლები, რომლებსაც გაფრთხილება უნდა შვილო. ამიტომ რაღაც უბრალო ცელოფანში ამას ვერ ჩავდებთ, ამიტომ თან გექნებათ 5 ლარი გაქვთ ქეში, ხაღალდის ფული თუ გაქვთ 5 ლარი. კი ბატონო, 10 ლარიანი მომეცით 5 ლარიანს უკან დაგიბრუნებთ, ამიტომ აი ეს ნატურალური. კი ბატონო, დაგელოდებით მოიტანეთ და მე მოგცემთ ამ პაკს. აი ესეთი ნახეთ ნატურალური, სადაც წამლებს ჩადებთ თვითონ და კოხტათ ლამაზად, წაიღებთ 5 ლარი. კი ბატონო, დაგიხურდებთ თუ არა გაქვთ. თუ სხველი ფული გაქვთ. კარგი, დაგემშვიდობებით მაშინ და შემოვარდიან დავტოვებ 5 ლარს. კი ბატონო. კარგი, მადლობა. აფთიაქში ჩემი სახელით ისე აზრი არ აქვს. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდი, დროებით. ჩემი საყვარელი აფთიაქი. ჩემი საყვარელი აფთიაქი და ექიმების საყვარელი აფთიაქი. კი ბატონო. კარგით. ჩემი სახელით. მობრძანდით. გამარჯობა თათია ექიმო. გამარჯობა. მე კათეტერი რო ჩამიტოვეთ, შავდის კათეტერი. ის არ ამოვიღეთ? შავდის კათეტერი რო ჩამიტოვეთ, არა, ის არ ამოვიღეთ და მაგის თაობაზე ვარ. აი, მოსული. უი, რას ლაპარაკობ? არა, ეს გადასხმის ის არის და კათეტერი თქვენ მითხარით, რომ ეხლა ანთება იქნება, ხო წასული? რა ანთება? არა უშავს, ნახეთ, ეხლა მე ანუ თქვენ ერთი წამით, ეხლა ერთი წამით, დადიაკი, ანუ ის რო ჩამიტოვეთ, ესე იგი ანთება გავითარდება. არა, ნახეთ, რო არ წავიდეს, შემეშალა, მე თქვენ ეხლა ერთ წამას მოგცემთ და რო არ წავიდეს ანთება, ეს წამალი დალიეთ რა. და ის კათეტერი იმ დღეს რატო არ ამოვიღეთ? ერთი კვირა რო გამიჩერეთ და ეხლა რა ნიშნავდა? ესე იგი ანთება თქვენი ბრალი არა, ნახეთ, ერთი წუთი რა, თუ მაშინ წამლის დალება არ გინდათ? რა წამლის დალება კათეტერის ამოღება მინდა, აღარ შემილია ხო შეიძლება ამოვიღეთ. არა, ჩემო კარგო, ერთი წუთი, ეხლა არის პარასკევი. შაბათი, კვირა, არცალი, ორ შაბათამდე ხო გინდათ რომ იცოცხლოთ? ამიტომ ეს ანტიბიოტიკი დალიეთ. ხო და თალმე ტვინის მკლებავს დაგინიშნათ, რა ტვინის მკლებავი კათეტერი ავამიღეთ კლავ თუ რა შეიძლება ნორმალურად თუ აღარ შემილია კაცსა დავატკივა ყველა. თამარ მეფეზე მიხვალ და ამ ტვინის მკლებავს და თვითონ გაიწოვს ამ კათეტერს. რა თამარ მეფეზე მივალ კაცო ეხლა წამოდი კათეტერი ერთი კვირა რო ჩამიტოვე ჯიგ ამომიღეთ აღარ შემილია. იმ დღესვე რატო არ ამომიღეთ? რა გაიწოვება იმ ხელა რაღაც შემიძლია ნერვული სისტემის დამაწყნარებელი თვითონ. ნერვული სისტემა კი არა, ეხლა დროზე თორე დაგხოცავ, დაგს უკვე ნერვები არ მომიშალო. წამოდი მომეხმარე ვერ უყურებ როგორ დავდივარ. რას გადამარჩენ დათია ექიმო ეხლა დროზე ქენი თორე არ ვიცი რა იწოვება შვილო ეს კათეტერი იწოვება თვითონ. რა იწოვება, რა გაიწოვება ეხლა დროზე ქენი და სუდათავა რაღაცა არა არამცალია გენაცვალე არამცალია. ვაიმე ვაიმე რა ხდება? ვაიმე რა ვაიმე აი ერთი წუთით რა გაიღვიძე შეიძლება იწოვება მკლებავი რამდენი დავამატოთ ალო ნათელა რეანიმაცია გაამზადე რა გეხვეწები რა პაციენტი მომყავს ხო არაფერი ისეთი კათეტერი აქვს ამოსაცლელი მაგრამ თუ რამე სახელმწიფო დაფინანსებაზე მოვარტყავთ ამოვიღებთ მაგ ფულს გეხვეწ ვაიმე არ დაყვარო ეს რა შვები ხო მიდი გაიხარე მეც გილოცა ველიობას მრავალს და ეს წარი გაიხარეთ წუწუნა კაცის დააჩაღება. მოდი ბიჭო, მოდი ძმაო.
Короче, აი ეს ბაითია ზმაო რა. აქ ფულია, შენ ძმობას ფიცავარ, შეიძლება ერთი კვირა ვერ თვალოთ მე და შენ იმდენი ფულია. ბიჭო, ხომ არა, ესე პირდაპირ შევდივართ, ვინმე მეზობელი არ გამოვიდეს რა. აუ, შენ რა მეზობელი, ბიჭო, აქ კაცი ცხოვრობს, მე-7, მე-8, მე-9 საათული, ეს ახლა ყველა მაგისია ვახშნა, არც მეზობელი არავინ არ ყავს, მაგრამ 24 საათი ტირი შენ ძმობას სულ წუწუნებს სადა მაგამა ფული ამიცან. არა და შვილი ყავს ამერიკაში, მაგრამ ფულს უგზავნის, რავი, აი ტონას შენ ძმობას ვიცა, მაგრამ სულ წუწუნებს და სულ ტირისკო ხო გეუნები. ბიჭო, აი ეხა მართლა მაგდენი ფული აქვს, რომ ეს ყველაფერი მაგისია. აი, წამოდი ეხა მე და შენ აქ შევიდეთ, მოუ და მე შენ გაჩვენებ რა არის ფული, ოღონ იმენა არ გაგიჟდე. დავაი. დავაი, ოჯახი დროზე მოდია. დაედე, ბიჭო. დავაი დროზე ფული. მე და რა ფული ბიჭო რა ოჯახში შემოხვედით თქვენ არიცით ამ ოჯახში რანაირ ფორბსის სიაში ვარ ბოლოდან მეორე ბიჭო გაჩუძო მოგაჭირება ვის სიაშიო ბიჭო? ფორბსის სიაროა, ბიჭო, მსოფლიო მილიონერების სიაროა, მაგრამ ანუ მეორე ხარ. ბიჭო ბოლოდან მეორე ვარ ბიჭო. აი მე გული გამიხდა ცუდად. დროზე ბიჭო ფული. გული გავწადი ბიჭო წყალი მოუტანე უკაინ და რა გეხვეწე არ მომდე. ის არ დამისხარა შვეიცარიის ანკარა წყაროებიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა წყალი მაგ ის დამისხარა. წყალი არა ისა ბიჭო. უკანი წყალი სად მაგ ჩამიჭრეს ბიჭო ვერ პოლიციაში დარეკვა არ იფიქრო ბიჭო თორე იმენა შუბს გაგიხურიტავ ბიჭო. სად მაგ დასარეკი რომ წვინოდეს ბიჭო სად მაგ ბიჭო. მე ვიცი რა უნდა ვქეთე? აიფონისაო. აბაბა არა ბიჭო, აიფონი, ტელეფონი მოგვიცი, მალე. ტელეფონი მეთქი თვითონ ფირმაზე ამბობს თქო, აჰა ძმაოსუნა. შეხედე, შეხედე, რამდენი ტელეფონი. ამა შეხედე. აჰა ძმაო, შეხმის ამომხ. კი რა, ამა შეხედე ბიჭო. საერთოდ ბიჭო. დაეგდე ბიჭო, ამა შეხედე რამდენი მანქანის გასაღები აქვს ბიჭო. ამა შეხედე და გოკითხოს, კაცმა ფული არ ამაკო. ეს რა არის ბიჭო, დავაი დროზე ფული. ბუშის ბრალია მაგან დამღუპა ბიჭო, მამიკო, მამა თქვა ვიცი დური. მანქანა მინდა მამა მე ვთხე რაღაცა აპუნქტიდან ბიკუნჩი რო გედევიდე თქო ბიჭო და რომელი მანქანა გინდა მამა იყოს ეგენი რომელი მანქანა გინდა რა ვიცი მამა მე ვთხარი რა ნიშნავ რაც ეკონომიური იქნება უფრო კაი მამა მე ვთხარი და ამ დროს გეითიშა ტელეფონი რა ვიცი რა გეიგო იმ ბუშვა ბიჭო 6 მანქანა მიყიდა ბიჭო 6 მაგ რა ჯანდაბა სულ სხვადასხვა ხო მაგას ბენზინი უნდა მაგას მოულაუდა საერთოდ დაეგდე ბიჭო აქ დაეგდი ბიჭო მომისმინე მე წავალ ხა იქ რაღაცებს შევამოწმებ და შენ ამას მიხედე რომ ასად მე არ დარეკოს ან რა ხო ეუბნებოდი ჩემს ბიჭო რა გინდა ბიჭო რა მინდა კი არა დავაი დროზე ფული ბიჭო დედა არ მაქვს ფული ბიჭო არ მაქვს გრამი ფული დავაი ოქრო მაშინ ბიჭო უი დედა ოქრო ბიჭო რას ხედავ ოქროს სად ხედავ ოქროს ბიჭო სად მაქვს ოქრო ბიჭო რა სახში შემოხვედი დავაი მაშინ აქციები გადმომიფორმეთ უი მე გამეცინებოდა გლახა დღეში რომ იყო სად მაქვს აქციები ბიჭო ბიჭო ოქრო შენ არ გას მატყუე ბიჭო შენ ხო არა ბიჭო არ მაქვს რა გაჭირვებაში ვცხოვრო ბიჭო დაეგდე ბიჭო აქ დაეგდი არ მაინტერესებს მეთქი უი დედა რა გინდა რა ფული არა გაქვს ბიჭო რა ფული არა გაქვს ჯერ ამას შეხედე რა დავაი ხა დროზე ფული თორე კედელს გაგატანიებ თავში ახ ვერ გაგატანინე ბიჭო 5 მეტრიანი სეიფია მაგ კედელში ჩაშენებული ვერ გაგატანინე ბიჭო ვერ 5 მეტრიანი სეიფი ხო აბა ათიანი საშუალებას მატყობ რამეს რომ მქონდეს ბიჭო გამიწურიდა ბიჭო არ მაინტერესებს დავაი მეთქი ხა დროზე შენი ობლიგაციები გადმოიფორე მაშინ ფული თუ არა გაქვს ობლიგაციებზე ველაპარაკი ბიჭო Google-ის 1% მაქვს ბიჭო ტილაობ რაღაცას ბიჭო ერთი კინკილა იმი საიტით რა ფული უნდა იშო ბიჭო ჩავხედე თვალებში კაცი არ ხარ ბიჭო რა დახე რა გაჭირვებაში ვარ ბიჭო ხელოვნური მაქვს ბიჭო ყველაფერი ბიჭო რა დაეგდე მეთქი ბიჭო აქ დროზე და ფული ვაი დიძა რა მეშვილი ამას შეხედე რამხელა ახალი ბრილიანტის ხელსაბამია და ფული არა მაქვს ბიჭო შენ ამბო რა ხალი ბიჭო ელიზაბეთ მეორის ნახმარია მეორადია კაპიკია მაგის ფასი ბიჭო რომოსი არ გივიკეთე ბიჭო შეხედე ბიჭო რა ბრილიანტებია გამა შეხედე რამდენი ბრილიანტებია ბიჭო და ფული არ ამაქვს ბიჭო ამახვარ ბიჭო ბრილიანტები ბიჭო შვენს პიცავარ ამ კედელში ჩავაყოლე რასტორს ვზილავდი რაც ყოდა ქვავერ ვიშოვე ბიჭო სიმყარისთვის კედელში ჩამეყოლებია და ჩავაყოლე ამას ბიჭო ამას ბიჭო ეს კი არა წეგან გავედი იქით და ამხელა მაცივარი უდგას ეს აი ძალიან დიდი მაცივარი უდგას და ის იქნება საჭმელები გამოტენილი და ფული არ ამაქვს ბიჭო შენ ამბო ნეტა მაცივარი იყოს ბიჭო ბიტკოინის დანადგარია მაინინგებს გამოიმუშავოს ბიჭო ნეტა მაცივარი იყოს და საჭმელი იყოს შინი ბიჭო რამხელა ხმა აქვს ბიჭო იცი ვერ ვიძინებ არა ბოშმა მხავარო
იქნებაო დავდგათო მამა სახში ხატს ვერ უტეხავ ბიჭო ხანდახან სუმინდა ბიჭო რომ გევიქცე ამ სახლიდან მაგრამ 25 ოთახში პირადი ნივთების მოგროვების საშუალება სად არის ბიჭო 25 ოთახში 25 ოთახია 35 არის მაგრამ 10 მაქვს უთვისებელი დამყოფი არ ვარ შიგნით ბიჭო სად ხატაო ბიჭო 35 ოთახიანი სახლია ბაბა 36-ის საშუალება ფიზიკურად გადახედე საფრთხე ბიჭო თუმა არაფერი ხელი გაგეხსნა დავა იარა გამალე და გააღე თუმად თუმად ეს იყო პოლიცია ახლა გამარჯობა მე კურიერი ვარ ამერიკიდან არის თქვენთან გზავნილი კი ბატონო ჩავიბარეთ მომეც ბოდიში ერთი წუთი თქვენ არ მეცნობთ და ხშირად მომაქვს ამონათები და თქვენ ვინ ხართ ისა მოახლეები ვართ რა ვალაგე კი აგე 22 ოთახზე ვარ მისული აი მე 40-მდე როდის იყო 40 აი ინებეთ ეს გზავნილი ძალიან დიდი მადლობა რა გადადის 40 ოთახი სად არის გახსენია ბიჭო რა დედა რასულელი ბოში მყავს ამას შეხედე ბიჭო ზეს უზირავი და მამათო დაურეკე და ნახე რა უკიდია დედა ვამბობი ზეს უზირავი და ფული არ ამაკო ხო შეაღვარ ბიჭო ფული არ ამაკო ბიჭო სემიჩკა გამომიგზავნა ბოშმა ბიჭო ფული რომ ხოდეს ახლა მონალიზას ხო იყიდი და ბოში სადა სემიჩკა გამომიგზავნა ბიჭო ხა ღირსი მე გაუხრიტო ამას ეხა შენ მომისმინე ეხა შენ ამოთხი რა რომელ ტელეფონსაც გინდა აიღებ შენ შვილს დაურეკავ რა ფული ჩაგირიცხოს და მაქსულს მოგცემ ჩვენ გაიგე არა შეიძლება ხდება ბოში ახლა და რა ბიჭო ფული აიღე და არეკე ფული ჩარიცხოს ანგარისი ბოშს არ მიწენინები ჰალო მამიკო მა ვაი ესე გიყოლა მტერი და დამაწყევარი შვილო რა ვარც მე ვარ მამა ორი მძარცველი შემომივარ და სამი საშუალება კი არა მამა ხო სად ვიყავი ხო ტელეფონი ხო შემომივარდნენ რომ ფული მინდაო მამაო ხო სად მაქვს შვილო ფული ის რო გამომიგზავნე ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკი ხო ვიყიდე მამა მთლად კაპიკი არ დამჩენია მამა ფულს ფულობა არ აქვს შვილო ხო კაი მოვიფიქრე მამა შენ რა უარა მა შეიხება მამა კაი მე კაი მამა კაი მამა რაო ბიჭო შენმა ბიჭმა ეს ვანგოგის ზესუმზირები რო გამოგიგზავნა ფული არ ამაკო თუ რაო რა გიხარ ერთი ბიჭო რამდენი უნდათო რამდენიო კი მარაო რამდენიო რამდენი და ერთი 100,000 დოლარი გინდა 200,000 დოლარი ბიჭო 200,000 მე ბიჭო გეთქვათ უიმე კაპიკები თუ გაჰა ბიჭო და გამეიტანე ბიჭო მაგისთვის შემომივარდი სახში რაკერ არის ანგარიშზე ბიჭო გამეიტანე კაპიკები ბიჭო 4-4-იანი ეპაროლება 5-5-იანი საშუალება ისედმე გამო დროზე ბიჭო დავაი 4-4 ეს სიგარეტი ხოა სიგარეტი არა ის და რა დღეში ჩამაგდეს ბიჭო რა მიქნეს გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.